როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ კონკრეტულად გრძნობაზე. იქნება მოკლე გაშლა მაქსიმალურად, მაგრამ მივაქციოთ ყურადღება გრძნობას. იმიტომ რომ ჩემი აზრით, თუ არის გრძნობა, იქ უმნიშვნელოვანესი პრობლემებიც კი დასაძლევია. სასიამოვნებას მენასკისურებ და რა თქმა უნდა, ყველაზე ურმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და წარმატებული. უყვარ ხარ თუ არა? დავიწყოთ აქედან. ისე არ ვაპირებდი ამის თქოს, მაინც ზოგად გაშლებში არ მინდა რომ ახლა არ ვიცი რა მოვა, მაგრამ მაინც წამომწდა. და რომ ჩემთვის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ნახოთ, უყვარ ხარ თუ არა და აქედან გამომდინარე მე შევხედავთ როგორი გრძნობა მაგალითად. უყვარ ხარ ამ პიროვნებას? უყვარ ხარ? ну მოდი ასე ვიტყვი, სიყვარული ეს არ არის. არ მინდოდა ახლა ამის თქმა, მაგრამ რა ვქნა. საერთოდ იმის თქმაც მინდოდა სიყვარულიაო, რომ მე თქვა, ზოგად გაშლებში მაინც მე ნუ დამიჯერებდით, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა ზოგადად თბილი სიტყვები, კარგი სიტყვები. მით უმეტეს ჩემგან რო არ ხართ მიჩვეული, მაგრამ ზოგადად გაშლებში მაინც დიდად ნუ მიიტანთ ნურაფერს გულთან. მე ვიტყოდი, რომ სიყვარული ეს პრინციპში არ არის და პრინციპულად არ არის, მაგრამ ეს არის, როცა ადამიანს ძალიან მოწონ ხარ. მოწონებაც არ არის ცუდი, იმიტომ რომ მოწონება არის, აი წარმოიდგინე ხა მე რომ მომწონს ადამიანი, მომწონს და რაღაცნაირად სხვანაირად ვარ განწყობილი და უფრო ჩემი მდგომარეობა მომწონს მე ამ შემთხვევაში. ამიტომ მას მისი მდგომარეობა, მისი ეს რაღაცა მამაკაცური ეგოც საკმაყოფილი აქვს და მოწონ ხარ, აქვს ნება, ოღონდ დოზირებული, ზედმეტად ამაშიც თავშეკავებულია ეს პიროვნება. კიდევ თუ თქვენ შორის ახლა ნებისმიერი კომუნიკაცია არის დასრულებული და მე მაინც ეჭვი მაქვს რომ უფრო უმეტესად ამ გოგოებზე რეზონირდება, მაშინ თქვა ყველაფერი დაკარგული არ არის. მე მაინტერესებს, აი როგორია ეს გრძნობა იმის გარდა რომ შენ კარგად ხარ და მოგწონს და დოზირებული ნება გაქვს. როგორია ეს გრძნობა? ეს გრძნობა როგორია? ეს გრძნობა როგორია და მე ვფიქრობ თქვენში კი არ არის პრობლემა რომ არ უყვარ ხარ იმიტომ რომ 1000 მიზეზების გამო. აქ არის მთავარი პრობლემა რომ ეს ადამიანი არ არის უფრო ღრმა, არ მოწონს ამას რაღაცა უფრო სერიოზული, გართულებული. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს კარგად. აი მე ვარ კარგად. სხვა დანარჩენები თუ რამე პრობლემები შეიქმნება, რა თქმა უნდა, არ აქვს იმის სურვილი რომ გადაჭრას, დაილაპარაკოს, გააჟღეროს და თუ გააჟღერებს იქნება ძალიან არაადეკვატური, ამიტომ მოზარდის ენერგიებშია უფრო და ამასთან არ ღირს საერთოდ არანაირად ლაპარაკი, თუ დაგაკლდებათ, რა თქმა უნდა, ყურადღება, იმიტომ რომ სიმართლეს არ იტყვის და ყველაფერი მაინც ისე უნდა, როგორც უნდა. ანუ ძალიან რთული ხასიათის ადამიანია მოსული, ამას მე კიდე უფრო რთულ ხასიათსაც არ დავარქმევდი, ეს ადამიანი ჩემი აზრით პირდაპირ მოსაშორებელია სერიოზულად გეუბნებით. ესე იგი, რასაც ცნობიერებს ახლა თავის გრძნობაში, როგორია მისი გრძნობა, არ ჩვენთან არ მინდა, მაგრამ უშენობა იმდენად მაწუხებს, იმდენად რომ აუტანელი ხდება ეს ყველაფერი. ხო ხვდებით ახლა არ ვიცი, ალბათ მიზეზები აქვს, რომ ასე მიყავს თავისი ემოციური მდგომარეობა. არ მიყვარხარ და სიყვარული არ არის, მაგრამ უშენოდაც არ ვარ კარგად და როგორ ხსნია ერთი ორი სიტყვით მაინტერესებს როგორ ხსნია ყველაფერს რა ვიცი ახლა რომ თქვა როგორ ხსნის პრინციპში მისთვის ნორმალი შემაწუხებელი არ არის ეთქობა მიეჩვია რაღაცა მიჩვეულია და იმიტომაც არის მიჩვეული რომ საერთოდ სხვა გეგმები აქვს ცხოვრებაში სამომავლოდ და პირადი ცხოვრება დიდად პრიორიტეტში არ დგას ამ შემთხვევაში. ისე მზე გამოვიდეს ამ ტრედიჟზე, როგორც იქნა გამოაჭყიდა და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა სიახლე და დადებითი აუცილებლად იქნება ამ ურთიერთობაში, მე აქ როგორც ვუყურებ. ისე კი ბატონო, ყველას გვინდა სიყვარული, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ხასიათიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ესეც მისი მხრიდან საკმაოდ მეტი მაქსიმუმია, ამიტომ მეტი არ შეუძლია და ამ შემთხვევაში გოგონებო თქვენ უნდა მიხედოთ აუცილებლად თქვენს ინტერესებს
თუ იმას დაელოდებით, რომ არა, არის ბევრი ესეთი გოგო გაჯინიანებულ მდგომარეობაში, რომ მე ვარ ის ერთადერთი და სხვანაირი და ესა ძალიან დიდი შეცდომა. ამ შემთხვევაში დროს ტყუილად დაკარგავთ და არაფერი აქედან არ გამოვა. მოდი ვნახოთ მაშინ, რადგანაც ასეთი ამბებია. რამდენად შეიძლება და რამე თუ შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ თქვას და დაადასტუროს ამ ადამიანმა საკუთარ თავში, რომ всё მიყვარხარ მე შენ. იმიტომ რომ ამან თუ თქვა მიყვარხარ, მე რო გადაეწყობა ყველაფერი კარგად, ანუ მოქმედებისკენ, სტაბილურობისკენ და ასე შემდეგ. თუ იმის არჩევანი თავისთავად არჩევანის მოხდება. თან დღევანდელი ენერგიებში, ანუ ხო იცით, რომ ტარო იმ დღიდან უყურებს ყველაფერს, რა დღიდანაც ვშლით, ანუ დღეს თუ თქვენ გონიათ, რომ ადამიანს უყვარხართ ზოგადი გაშლების მადლით, ცდებით ამ შემთხვევაში. ნახოთ, აბა, არის თუ არა შესაძლებელი რაღაცა მოხდეს ისეთი, რომ შეუყვარდეთ. მთელ ცხოვრებას არ გეუბნებით. მოსალოდნელ მოვლენებს არის თუ არა შესაძლებელი. იგივე, ანუ არ იცვლება ადამიანი. ზუსტად გაოცებული ვარ. რაც პირველი ამოვიდა და სtis ბოლოს არის. ანუ ყველაზე მაქსიმუმი მოვალი, რაც აქვს ტაროს, სიყვარულამდე რომ მივიდეს, ფაქტიურად შეუძლებელია. იგივე განმეორდება. მე აქ უკვე შემიძლია ვთქვა ადამიანს კოჭებში ეთყობა და როანა თქვენი კუზიან სამარიასრებსო, ვალა, აი ეს არის. მე ყველას გელოდებით კომენტარებში, დაადროე.